სერბეთში მიმდინარე მოვლენების გამო პოლიტიკური ვითარება დაიძაბა. ბოლო თვეების განმავლობაში ანტიკორუფციულმა სტუდენტურმა მოძრაობამ ქვეყნის პრეზიდენტის ალექსანდარ ვუჩიჩის მმართველობაში არყია. პარალელურად 12 აპრილს ბელგრადში ხელისუფლების ორგანიზებით გაიმართა მასშტაბური მიტინგი, რომელსაც პრეზიდენტის მხარდამჭერები ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან შეუერთდნენ. ალექსანდარ ვუჩიჩის განცხადებით, ყველამ უნდა სცეს პატივი კონსტიტუციასა და კანონს. მისი მტკიცებით აქციები უცხო ქვეყნებიდან იმართება. შეტევა სერბეთზე არ დაწყებულა ქვეყნის შიგნით. ის მოდის უცხოეთიდან, მათ არ სურთ ძლიერი, დამოუკიდებელი და სუვერენული სერბეთი. დღეს ვაჩვენებთ, როგორი უნდა იყოს სერბეთი. ჩვენ ვუჭერთ მხარს პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩს. აქ ვართ, რომ შევცვალოთ სასამართლო სისტემა, განათლება და დავაბრუნოთ ბავშვები სკოლაში. მიუხედავად ხელისუფლების მიერ დაგეგმილი მიტინგისა, ქვეყანაში გრძელდება სტუდენტების ხელმძღვანელობით დაწყებული ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები. სტუდენტების სამართლიანობის აღდგენისა და ნოემბრის ტრაგედიის გამო მთავრობის წარმომადგენელთა პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვენ. მათი აზრით, ტრაგედიის მიზეზი სისტემური კორუფციაა. ნოვი პაზარში, სადაც უმეტესად მუსლიმები ცხოვრობენ, სტუდენტებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია გამართეს. ჩვენ აქ ვართ, რომ დავუჭიროთ მხარი სტუდენტებსა და თავისუფალ საზოგადოებას. ჩვენი მიზანია სერბეთი იყოს პროგრესული და თავისუფალი. Istom putu sa istim ciljem da od univerziteta napravimo slobodne zajednice, a od Srbije naprednu i slobodnu državu. Generalno ne funkcioniše. სისტემა არ ფუნქციონირებს. საჭიროა ძირეული ცვლილებები. ხალხისა და ქვეყნის ჩაგვრა რამდენიმე სულელის გამო აღარ შეიძლება. სერბეთის ავტორიტარული ხელისუფლება აძლიერებს ზეწოლას სტუდენტებზე, აქტივისტებსა და მედიაზე. სამართალდამცველები მათ კითხავს და სამართლებრივი დევნის მუქარით ცდილობს უნივერსიტეტების გაფიცვების შეჩერებას. სერბეთი დღეს ორ ერთმანეთის საპირისპირო მოძრაობას შორისაა. ერთი მხარე ცდილობს არსებული ძალაუფლების დაცვას, მეორე კი ითხოვს ცვლილებებს, სამართლიანობასა და გამჭვირვალე მმართველობას.